გამარჯობა მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა საოცარ საკითხზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ რაღაცნაირად ბიჭო ამოტრიალდა მთელი ქვეყანა ამათი სკანდალებით და ამათი უბედურებებით და რა ვიცი ხა ნაკლებად მქონდა დრო იმისთვის უფრო ხშირად როგორც ადრე ვაკეთებდი დამჯდარიყავი და თითო დეტალური საზოგადოების მიმეწოდებია რაშია როგორ ასაქმე, მაგრამ ეხლა დღეს რაც ხდება, განსაკუთრებულად რაღაცნაირ კულმინაციაში არის და ეხლა ეს ეგრეთ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე კოცებმა ბრალები რო წაუყენეს ყველას და მათ შორის ერთი არის ამერიკაში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაპარებული შათლახა შაიშმელაშვილი, ანუ ირაკლი შეიშმელაშვილი, მაგას მე ასე მოიხსენიებ ხოლმე. ზუსტად მაგ საკითხს მინდა ახლა დაუბრუნდე და მოგახსენოთ თქვენ რეალურად რა არის, როგორ არის, რანაირად არის, რასთან აგვაქვს საქმე, რომ არ შევცდეთ, რომ რაღაცნაირად არ მოხდეს ცუდად ყველაფრის გააზრება იმ პროპაგანდის მიხედვით, რასაც ესენი უბერავენ და შემოვიტანოთ სიცხადე, რაშია სიმართლე, რაში მდგომარეობს. დავანებებ იმას თავს, რომ რამდენად იყო და რამდენად ქონდათ ამათ საერთოდ თავი სახელმწიფო გადატრიალების თუ რაღაცა სურვილი რო აქვს ხელისუფლების ხელში ჩაგდების და ერთი ძალა მეორეს ენაცვლება და ასე თუ ისე თუ რაღაცა. ახლა ეს ახლა ბუნებრივი მომენტია, იმიტომ რომ შესაძ ქვეყანაში არ იმართება ხელისუფლება კონსტიტუციურად და ასე არის ეს, როდესაც დაემხვა აღარ მოყვებს ზუსტად გამსახურდიას ხელისუფლება საქართველოში კონსტიტუციური წყობილება მის მერე არ არის არსებობს გამარჯვებულ დაწინაურებულ ძალთა დიქტატურა. აი ეს დავარქმევ ამასა და ეგ იქნება ყველაზე სწორი შეფასება და მის მერე ხდება ის რაც ხდება პრივატიზაცია, მიტაცება, მოტაცება ხელისუფლების გადაბარება, გადმობარება ერთმანეთში 2012 წელს ერთადერთი რაც მოხდა ის რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა ხალხის სენტიმენტები და სენტიმენტები მართლა გამოიყენა, იმიტომ რომ აკესერში ჰქონდა ხალხ სააკაშვილის თავზე აშვებულება და მოვიდა ხელისუფლებაში და დარჩა დღემდე. აი ეს არის უახლოესი საქართველოს ისტორია ჩატეული რამოდენიმე ფრაზაში შევაფასოთ პოლიტიკურად. მის შემდეგ რაც არის ხდება ქართული ოცნებიდან, ეგრეთ წოდებული მმართველი გუნდიდან სესხება, გადმობირება, ყიდვა ნაციონალური მოძრაობის კადრების, ვისაც აქვთ სიბილწით მართვის სერიოზული გამოცდილება და ამ ხალხის გამოყენება თავის პოლიტიკურ კუჭში ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ამას ქვია სახელმწიფოებრივი თანაცხოვრება და მე პროპაგანდა ამას ლესავს. მოდი ყველაფერს დავარქვათ ჩვენ თავის სახელი და ეხლა ხალხის სენტიმენტების გამოყენება რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან, რომ ეს ტიპები აღმოჩნდნენ არათუ ბიძინა ივანიშვილთან სწორ პოზიციაზე, არამედ თუნდაც 35%-ის გადმოსახედი ჰქონდეთ ამ ძალას, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილია და მეტი არაფერი გააკეთა ეს მოკლედ გეტყვით რა, შევაფასოთ. სააკაშვილი ის იმდენად გაბრუებული იყო და წაქცეული თავის ძალაუფლებით და ხელისუფლებით, იმას აღარ შეეძლო იმის გარდა ყურება, რომ პირადი სიამოვნებები მიეღო და ეკეთებია ყველაფერი ის ბოლოს ვამბობ, უკვე ბოლოს თუ არა თავიდან იმან რაც დაიწყო, სწორად დაიწყო და კარგად დაიწყო ყველაფერი, მაგრამ მის მერე რა გააკეთა, ეს უნდა დააყო და ხალხის ქუჩაში დახრეტვები, ციხეში ჩასმა, ძალაუფლების რადიკალურად გამოყენება. ამას რო აკეთებდა, ამას იმის იქეთ ის აღარ იყურებოდა უკვე, ის მის თავს აღარ ეკუთვნოდა, ის იყო მოწამლული ხელისუფლებით. და ბიძინა ივანიშვილის ძალებიც უკვე არიან ამ მდგომარეობაში, მაგრამ მათ აქვთ მწარე გამოცდილება სიფხიზლის შევარდნაძის ეპოპეა, სააკაშვილის ჩანაცვლება, ხელისუფლებების ძალაუფლების მთავარი შემანარჩუნებელი ორგანიზმების შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარის უშიშროების პრეისტორია, მათი მოქმედებები როგორ ხდებოდა სააკაშვილის მიერ გადაბირება, შემდეგ როგორ იქცეოდა ის, შემდეგ როგორ დაემხო სააკაშვილის რეჟიმი თვითონ ურთიერთბრძოლებით ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის რეჟიმისთვის ომი არ მოუგია. ეგ არავინ არ მოგატყუოთ რა. ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ გამოიყენა ხალხი დანარჩენი რაც მოხდა სააკაშვილის დამხობა, ეს იყო
85% დაახლოებით თვითონ შიგნით მიმავალი არასწორი პროცესები, პოლიტიკური პროცესებს ვერ დავარქვენ, შიდა ბრძოლები. იქ რა ხდებოდა, იცი, უშიშროების სამინისტრო ებრძოდა პროკურატურას, პროკურატურა ებრძოდა თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტრო ებრძოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და უწყებრივმა ომებმა გამოიწვია სკანდალიზაცია და დისკრედიტაცია იმ პროპაგანდის, რასაც უთეთრებდა მიხეილ სააკაშვილის თავისი დაჯგუფება. დღევანდელ ვითარებაში რაც ხდება ანალოგიურად ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში და ის რასაც ათეთრებს ეს ეგრეთ წოდებული აწყობილი ვერტიკალი ქართული ოცნების იმის დისკრედიტაციას ცდილობს ქვედა ძალები რომლებიც მაგალითად ვერ შეეგუნენ მართველი რგოლიდან გვერდზე გადაწევას და ესენი არიან ღარიბაშვილი, ესენი არიან ეს არის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლილუაშვილი და ის პროკურორი რო ყავთ ის ხანჩანს ვერ მიცანა ტიპი რო არის ხანის რო არის აი ეს როჟები. ესენი ვერ შეეგუნენ იმას, რომ თქვენ ძალაუფლება უნდა დატოვოთ, გადახვიდეთ გვერდზე, იმიტომ თქვენ უკვე გამოგიყენეთ რა. და ამიტომ უნდა მისცეთ ახლა სხვას იმის საშუალება, რომ სხვამაც დაიწყოს მსახურება ჩემი ძალაუფლების მიმართ და შემდეგ რა თქმა უნდა მე მასაც ჩავანაცვლებ, იმიტომ რომ მარადიული არაფერი არა ეს ფრაზა ეს ჩემი არ გეგონოთ, ეს სააკაშვილის სისტემებიდან მოდის, როდესაც პროფესიონალის გადაგდება უნდათ გვერდზე, ჩანაცვლება რა, გადაგდება რა, ესენი ასე აგდებდნენ ჯარიდან, უშიშროებიდან, პოლიციიდან, პროფესიონალ კადრებს, განსაკუთრებით შეიარაღებული ძალებიდან, როგორც იყო მფრინავები, артиლერისტები, ქვეითი არმიის სხვადასხვა მიმართულების ვიწრო სახის სპეციალისტები შეუცვლელი არავინ არა, ვითომ აგერ გუშინ გამოზარდეს ვიღაცა და შეცვალეს იმითი. იმხელა ცვლილებები მიდიოდა საკადრო რო აი წლების მანძილზე წლები ჭირდება ამას რომ პროფესიონალი მოხდეს, პროფესიონალის ჩანაცვლება. პროფესიონალმა უნდა გაზარდოს თვითონ ახალი პროფესიონალი და დროთა განმავლობაში ბევრი შეცდომების ფონზე ახლა ხელოსანი როცა ზრდის ხელოსანს, ხო? მაშინ არის დანაკარგი მაშინ ხდება. შეცდომა არა, დანაკარგი. შეცდომასა და დანაკარგს შორის ძალიან დიდი სხვაობა. შეცდომა რომელიც იწვევს დანაკარგს, ან არის მისაღები პროფესიისთვის, ან არ არის მისაღები პროფესიისთვის. და როდესაც ისეთ კონკრეტულ საკითხებს ეხება ესეთ სახეებს, ასეც დგას კონსტიტუციური ქვეწყობილება სახელმწიფოს, როგორც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, უშიშროების სამინისტრო, განსაკუთრებით პოლიტიკური დაზვერვის დეპარტამენტები, საგარეო დაზვერვის დეპარტამენტები, იქ დანაკარგი შეიძლება უდრიდეს ადამიანთა სიცოცხლეს. ეს არა ხელობა რა, რომლის დაკარგვაც შეიძლება მატერიალურ იმაში აიწონოს ფასეულობებში, თუმცა ვიღაცისთვის შეიძლება ადამიანის სიცოცხლეც მატერიალურ ფასად იწონება ვიღაცისთვის შეიძლება ასეც არის. ხო და ზუსტად მაგას ვამბობ და მაგას აი დღეს მაგ მომენტს ვეტაკებით ჩვენ დღეს რო აღძრეს ეგრეთ წოდებული სისხლის სამართლის საქმე და ეს სალომე ზურაბიშვილის მიერ გაპარებული ეს მართლა ურია ამერიკაში ირაკლა შაიშმელაშვილი, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ თურმე გმირია, ჯერ ყველას მე მოგახსენეთ და გითხარით, რომ არ გაებეთ ამ პროპაგანდაში, განა იმიტომ, რომ ვიცი, მე საერთოდ რაც შეეხება ძალოვანი უწყებების რიტმს საქართველოში ვიცი და მინიმუმ 10 წელიწადი ასე იქნება, იმიტომ რომ იქ არაფერი არ შეცვლია და მე იმ კატეგორიას ვისაც ვიცნობდი და ვისაც ვიცნობ, ხო? მინიმუმ ის 10 წელიწადი იქნებიან, დღეიდან 10 წელიწადი იქნებიან ქვეყნის უსაფრთხოების და ძალოვანი უწყებების მმართველ რგოლებში. თუ მე უფრო ზევით არ წავლიან კიდე. გააჩნია ვინ იქნება და როგორ იქნება და ამიტომ როცა ვამბობდი რომ მე ვიცი ვინაა შეიშმელაშვილი მქონდა მასთან პირადი შეხება, ის არის ადამიანი რომელმაც ერთ-ერთი თანამონაწილეა ჩემი პოლიტიკური დევნის და მე დეტალურად საზოგადოებას წლების მანძილზეა ვაწვდი ინფორმაციას რა იქ მიმდინარე პროცესების შესახებ მე გითხარით გულახდილად რომ ეს შეიშმელაშვილი არც სამხედროა, არც პოლიციელია, არც ქართველია, არც კაცია კაცო. ეჯერია ერთი უნდა იყო პროფესიონალი შენი საქმის, ჯარისკაცი რომ იყო, ამისთვის საჭიროა იყო პატრიოტი და იყო კაცი უპირველეს ყოვლისა. თორე შეიძლება ჯარისკაცის ფუნქციას დედრობითი სქესით ასრულებდეს, მაგრამ გაცილებით უკეთესად ვიდრე კაცი უკაცრავად. ხო და ეს კაციც არ არის, რომელ სხეულშიც განასახიერა ღმერთმა. კი აქ ის ებრაელებს ესეთი ისა აქვს, რა ქვია, ლოცვა აქვს, რომ მადლობა ღმერთო, რომ დედაკაცად არ გამაჩინეოდა ეს
კაცად გააჩინა ღმერთმა და ნებისმიერი ქალი ჯობია ვისაც ვიცნობ. არა მარტო ჯარში, არამედ აი მეძავი როა, მეძავს შეიძლება უფრო ადამიანის გული კონდეს, ვიდრე ამ პოლიტიკურ მეძავად ქცეულ ნაძირალას რა, რომელიც გახდა ყველა პოლიტიკური რგოლის სახმარი ობიექტი. მაგრამ რა არის ისეთ მთელი უბედურება? აი ეს ამერიკად რო გაყიდა სამშობლო ამერიკა და იქედან რო გვიძახის და უძახის ყველას იქედან რო რევოლუციონერებს და მანამდე გახარიას უკანალში შემძვრალი შეიარაღებული ძალებიდან რო გამოიპარა ხალხს თვალებს თხრიდა რუსთაველის მოედანზე ურტყამდა და წიხლქვეშ იგდებდა და არა მარტო თუ ამას აკეთებდა არამედ მასობრივად გეგმავდა ქართველ ერზე და ქართველ ერზე ცემის ოპერაციებს ეს იყო ოპერატიული დაგეგმარების უფროსი გულახდილად გეტყვით საერთოდ ამის დაგეგმარებული სპეცოპერაცია კი არა შეიძლება თივის ზვინი დაიშალოს და ასეც უნდა მოხდეს და ასეც მოხდება იმიტომ რომ ვისაც ახლა ჩვენ გვაქვს გამოცდილება ვინც ვიცით რაშია საქმე და ახლა გვაქვს ამის გამოცდილება ბიჭო ჯარში პიროვნულად ისე იმდენად სუსტი კაცი იყო კაცი რა სხეულში განსახიერებული ქმნილება რომ სულ ორჯერ თუ სამჯერ galახეს ჩემა ჯარისკაცებმა რატო იცით შეუფერებელი საქციელის გულისთვის იქ ჯარისკაცის დედისთვის შეურაცხყოფის მიყენებისთვის იქ ჯარისკაცისთვის შეურაცხყოფის მიყენებისთვის შეურაცხყოფის ყერავის ვერ აგინებდა ხმას აუწევდა ამ მეტრაკეული ხმა რო ქონდა რაღაცა გრძნობდა კაცი თავ შეურაცხყოფილა და გაულაწუნებდა ერთხელ ორჯერ ისე გაალაწუნეს ცხვირით მოახნევიეს სამწყობრო მოედანი ხო და იყო ასეთი ფაქტები ასეთი შემთხვევები და მიუხედავად იმისა ამას არანაირი ავტორიტეტი ჯარში არ ქონია ყოველთვის ყავდა ძლიერი მფარველები ყოველთვის გვერდში უდგა ვიღაცა ყოველთვის გვერდში მფარველობდა ვიღაცა ძალა რომელიც მას ტოვებდა და აწინაურებდა და ვინ იყო ეს ძალა? ეს ძალა იყო ის ძალა, რომელიც არ ემსახურება საქართველოს და არ ემსახურება ქართულ ინტერესს. ეს იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახური, ჩანერგილი საქართველოს ძალოვან უწყებებში, რომელიც შეიშმელაშვილის დავერბოვკებული შეიშმელაშვილის ხელით და იმ წრული ჯგუფის ხელით აკეთებდა ანტიქართულ საქციელს. აი მაგალითად რას გულისხმობ ახლა დეტალურად, ახლა მოგიყვებით რასაც გულისხმობ. ჯარიდან დავიწყოთ იქედან, ეხლა ვინ არის ეს ტიპი დღეს რო კოცებმა სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს და დაუსწრებლად წარუყენეს ბრალი რა. ჯერ ერთი სახელმწიფო გადატრიალებას და სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობას ედავები ტიპს ედავები ამას და 3 წლამდე თუ 4 წლამდე მუხლით ედავები თქვენ ბიჭო თქვენ გონებრივად დებილები ხო არა ხართ კოცებო თქვენ უპატრონოებო თქვენ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა 10-15 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება და ხალხი კაცო მაგმუხლით შევარდნაძის დროიდან დღემდე იჯდა და ზის ზოგი დღემდეა ციხეში და თქვენ გაქცეული ურიესიც გეშინიათ გაქცეული ურიის პატრონების გეშინიათ და ასე უბნები მაგ ჩუმად იყავი შენ სადაც გაგაპარეთ და გაგიშვით შეიშმელაშვილის დაჭერა რომ დომოდათ ამდენი ხანი მაგაზე იმდენი მასალა იდო 9 ჯერ ეყოლებოდათ დაჭერილი და გაკეთებულიც ქონდა ძალიან ბევრი სისხლის სამართლის დანაშაული ქონდა გაკეთებული მარტო ჩემთან პიროვნულად მიმართებაში მაგას რო თავი დაანებოთ სახელმწიფოებრივად თქვენ ჩამოგეთვლით მოგიყვებით ახლა ყველაფერს რა დანაშაულები აქვს ჩადნილი მაგდედა არღნიან ურიას ჯერ ერთი რა იყო ცი ჯარში ხო ნულოვანი ტიპი იყო მეორე როდესაც ვრცელდებოდა საიდუმლო ინფორმაციები ეს ნაბიჯვარი ყველა ინფორმაციას კრიბავდა პირდაპირ ქონდა ხელშეხება დანაშაულებრივ ჯგუფთან მოქმედებდა ეს იყო ხიდაშელის დაჯგუფება ძირითადად ამ ხიდაშელის დაჯგუფებაში შედიოდა მეორე გიორგა შაიშმელაშვილი ირაკლა შაიშმელაშვილი თვითონ იყო და გიორგა შაიშმელაშვილი ამის დედამოხნული შათელახაშვილი მეორე ანუ იგივე შაიშმელაშვილი რომელიც მუშაობდა ხიდაშელის მრჩეველად თავდაცვის სამინისტროში რა ეს ქვევით ოპერატიულ დონეზე აფუჭებდა საქმეს და ის სტრატეგიულ დონეზე აფუჭებდა ეს არა დამთხევა ჩემოკარგებო რა ეს არის შემთხვევა ღალატის შემთხვევა რომელსაც მიზანმიმართულად არ იძიებს არც უშიშროების სამინისტრო არც თავდაცვის სამინისტრო არც შინაგან საქმეთა სამინისტრო არც საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი არც კონდაზვერვის დეპარტამენტი დუმ საერთოდ და ესენი აკეთებდნენ პროვოცირებას ბევრ რამეში მითითებას
მტრული ძალების მიერ. აი მაგალითად რაში. ყიდაშელი განსაზღვრავდა, რომ შეიარაღებულ ძალებში არ უნდა იყოს მარტო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უნდა ჩანაცვლდეს სხვადასხვა რელიგიური კონფესიებით. მაგალითად, არ გამიგოს არავინ შეურაცხყოფად ყველაზე დიდ პატივს უცემ მუსულმანურ სამყაროში, მაგრამ მოაწყვეთ ესეთი ბრძანება იქნა გამოცემული სამხედრო ბაზებზე ეგრეთ წოდებული მუსულმანური სამლოცველო ოთახები. მე არ ვიცი ეს რითი იყო განპირობებული, მე არ ვიცი ეს ვის რაში დაჭირდა. მე დამეთანხმება უამრავი ჩემი მუსულმანი ჯარისკაცი, რომელიც მე მათთან ერთად მიცხოვრია არაერთხელ. დავით ნემსაძე, კაცო კი არა, დავით აღმაშენებელი შედიოდა მეჩეთში და პატივს მიაგებდა ამ წესით მის თანამოქალაქეებს და იმ ადამიანებს, ვინც მათთან ერთად იბრძოდა და მე ვინ ვიყავი, ეს არ გამეკეთებია რა. და ნიკი ნამდვილად მე ვიხდიდი ფეხზე შევდიოდი მეჩეთში მათთან ერთად, როცა მიმყავდა ჩემი ჯარისკაცები შაბათი დღე იყო სალოცავად, მიმყავდა მეჩეთში საბათი თუ კვირა დღე იყო ზუსტად ვერ გეტყვით მაპატიეთ რა, მაგრამ მე რეგულარულად მიყვავდა ეს თვეში ორჯერ ხდებოდა თბილისის მთავარ მეჩეთში. და ყოველთვის მივაგებდით პატივს და იმის აუცილებლობა, რომ ეს სამხედრო ბაზაზე გაკეთებული იყო ესეთი რაღაცა არ იყო, მაგრამ თინახიდაშელმა ეს გააკეთა. და გააკეთა როგორ იცი? აი შაიშმელაშვილების ხელით. შაიშმელაშვილებთან ერთად მოქმედებდა გიორგი მოლოდინი, რომელიც ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩანერგილი ნასეთკა, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ნაბიჭვარი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელიც მუშაობდა ქართული საზოგადოების და ერის წინააღმდეგ, ესეთი პიროვნება. და ესე იგი რა ხდებოდა, იცით? აი მაგალითად აკეთებდნენ, მე უკვე ეს შემჩნეული მყავდა, რომ აი ამ ადამიანების დავალებით ჯარში არჩევდნენ ისეთ პიროვნებებს, რომლებიც აი მაგალითად ტრაპეზზე შესვლის წინ ან მუსულმანებს, ან ქრისტიანებს ლოცვის დროს მიაფურთხებდა რა. და პროვოცირებას აკეთებდნენ აი ეს სამეული, აი როგორ მუშაობდნენ ქართული საზოგადოების და ჯარის წინააღმდეგ რა. და უკეთებდნენ ამას პროვოცირებას რა. ეხლა რა არის, იცი? უამრავი მათგანი დამეთანხმება, თვითონ ამ რელიგიურ საკითხზე გავაკეთებ პატარა კომენტარს რა. თუ ვინმე ეცდება ქართულ ჯარში და საერთოდ ქართულ საზოგადოებაში რელიგიის გამოყენებით მტრობას, იმაზე დიდი მტერი ჩემთვის პირადად არავინ არ იქნება, იმიტომ რომ მე მაგალითად ერთ რაღაცას გეტყვით რა, როდესაც ასე ჩარყვნილი და წაბილწულია ყველაფერი ქვეყანაში, როდესაც თვითონ მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები ჩადიან ისეთ ანტიქრისტიანულ საქციელს ჩადიან რა, ცოდვებს ჩადიან, უზარმაზარ ცოდვებს ჩადიან, ვაჭრობენ ქრისტეს სახელით. ნებისმიერ მუსულმანს როგორ უნდა ედაო რამეზე, იმიტომ რომ მუსულმანია. ამაზე დიდი არაკაცობა ხო არ არსებობს. როცა არ შეგიძლია შენი რეალია დაინახო, შენს ირგვლივ და იმიტომ ეჩხუბო სხვას, რომ სხვა რელიგიის წარმომადგენელია. როგორ შეიძლებოდა ვინმეს, აი კაცური გადასახედიდან იმ ბაზაზე, სადაც შეიშმელაშვილი იყო, დაპირისპირებოდი და გეთქვა, რომ რატო ხარ მუსულმანი, როდესაც ქრისტიანულ ტაძარს როცა ვაშენებდით ბაზაზე, სამხედრო ბაზაზე, მუსულმანი ბიჭები თვითონ ეზიდებოდნენ ქვებს და აშენებდნენ მართლმადიდებლურ ტაძარს. ჩემთვის მაგალითად ძმაო, აი გულახდილად გეტყვი, იმაზე მეტი საცხონებელი ხალხი და იმაზე მეტი საყვარელი ხალხი არ მეგულება რა. ჩემი პოლიტიკური დევნა რომ მოახდინეს იმ ბაზიდან, იმ სამხედრო ბაზიდან აზერბაიჯანელი ბიჭები ტიროდნენ. ცრემლები მოდიოდათ, შვილებს ფიცავარ მოდიოდათ ცრემლები, როცა ქართველი მე მპროჭობდა, აზერბაიჯანელი ცრემლით ტიროდა. რომ აი მე ვტოვებდი ბაზას, მოვიდნენ და გადამკოცნეს. ამის დავიწყება არ შეიძლება. არ შეიძლება ადამიანი რელიგიური, არ შეიძლება ადამიანური ეთნიკური კუთხით განსაჯო, როცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ეთნიკური საზოგადოება ვართ, მაგრამ ეს ურია, ეს ნაბოზვარი ურია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ცდილობდა იმას, რომ საქართველოს გულში ესეთი მტრობა წასულიყო და ეთნიკური ნიადაგით გაეღვივებია უბედურება და რელიგიური ნიადაგით გაეღვივებია უბედურება. ასეთ ხალხს რელიგია არ აქვს, ასეთ ხალხს წამსი არ აქვს. და აი ასეთ ტიპებს იყენებდა ქართული ოცნება. ქართულმა ოცნებამ ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდა. ვინ იყო ირაკლი შეიშმელაშვილი? და როგორ იცოდა, იცი? ჩემი ჯარისკაცის დედების წერილები, პატაკები არსებობდა, რომელიც მე პროკურატურაში მგონდა კაცო მიტანილი. რომლებიც წერდნენ, რომ შეურაცხყოფა მომაყენა, დამამცირა, ასექნა, ისექნა და კაციშვილი ამას რეაგირებას არც ერთ დონეზე არ აძლევდა.
ამის დაქვემდებარებაში ჯარისკაცები მიყავდა თვითმკვლელობამდე. ეს არ არის პირველი შემთხვევა. პატაკებით მიწევდნენ ჯარისკაცები. კი, მე ერთი მე ვიყავი, მეორე ლევან კობაიძე იყო, ის ბიჭის დღეს პოლიტიკური დენილად არის აღიარებული საფრანგეთში აქ, რომელიც თავგადამკვდარი იბრძოდა იმის გულისთვის, რომ აი ამ ბიჭებს რამე არ დამართნოდათ განწეში, როდესაც იარაღს აძლევდნენ, იმიტომ ერთ-ერთ მათგანს ხელიდან გამოწყავა ავტომატი, როცა პირში იდებდა ლულას თავის მოსაკლავად. ინდონეზია იყავდა დამცირებული. აი შაიშმელაშვილების დავალებით. და ამას აკეთებდა ეს დაჯგუფება და კუდის ყოფილი, ისა რა ქვია, წარმომადგენელი ბახტურიძე, რომელიც ამ ბაზაზე მოქმედებდა თავდაცვის სამინისტროს ჩანერგილი თინა ხიდაშელის დაჯგუფების მითითებით, გიორგი მოლოდინის, ირაკლი შეიშმელაშვილის და გიორგი შეიშმელაშვილის მითითებით. აი ვიზი აღძრეს ახლა კოცებმა საქმე, როდესაც მცირეწლოვანი ბავშვების წამების ფაქტი მოხდა და როდესაც ამ ფაქტის ირგვლივ ვიკითხებოდით თავდაცვის სამინისტროში, თვითონ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, ტიპი ირაკლი შეიშმელაშვილი ახლა ვინც გაქცეულია ამერიკაში. საერთოდ როგორ შეიძლება კაცო დაკითხვაზე ვიღაცა შევიდეს უცხოპირი, რომლის წინააღმდეგაც ჩვენების მიცემა მიდის. ლევან კობაიძეს, რომელიც ჩვენებას აძლევდა სამხედრო პოლიციას, შეუვარდა კაბინეტში, დაკითხვის ოთახში შევარდა და ეუბნებოდა აი შენ ჩემზე რა ჩვენებას აძლევ, როგორ აძლევ ბიჭო, რას აკეთებ და იმის გარდა სისხლად და ხორცად რო დაგვიჯდა ეს ყველაფერი რეპრესიად რო დაგვიჯდა და 1000 მხილების შემდეგ ქართულ საზოგადოებას ვაწვდიდი სიმართლეს, ხო? და გამოპარება რო გაუკეთეს თინა ხიდაშელი რო წამოვიდა ჯარიდან, უკვე მე პოლიციაში იყო უკვე ინფორმაცია შესაგროვებელი და იქ გადაიყვანეს დაატირებული ეს ურია და სამჯერ დამხვდა იარაღით, ერთხელ წერეთლის მეტროსთან, ერთხელ ვარჯიშის დროს დავდიოდი დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ქვევით და იარაღით ხვდებოდა ყოველთვის და ცდილობდა აი რა მე იარაღი მაქვს და ასე იყიდებს ამაზე ხელს და ვითომ მაშინებდა თავისი ჭკუით ეს ნაბიჭვრები არაქართველები ახდნენ და რამდენჯერ განცხადება გავაკეთე პოლიციის განყოფილებაში მიხედეთ თქვენ თანამშრომელს ვინ იქ მუშაობდა მაღლა მაგარი ბიჭი იყო მაშინ გახარიელი ამის დებილი ურია დედა იმავსკენი და აი ესე იყო ჩემოკარგებო მე მოხდა ის რომ ამ ხნის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი უყვარდა, კაი ტიპი იყო, აკეთებდა ყველაფერს მისი დავალებებით და მე უცებ იქედან უთხრეს, რომ ახლა შენ მაგედან უნდა მოწყდე და ეს წამოღებული ინფორმაცია უნდა მოგცე ჩვენ ვინა, როგორა, რანაირადაა და აბა უნდა გააკეთო საერთო საქმე, გამიგე? აი მისცეს დავალება ეგეთი რაღაც, მაგრამ ისეთი ფულის მონა იყო. მე გეუბნებით რა, ასეთ ტიპს არა აქვს არც რელიგია, არც ნაციონალობა. ირანელებს დააწვევია ისრაელის დროშა სამედიცინო უნივერსიტეტთან. ეს გააკეთა პირადად მაგალ რა. იმიტომ რომ ფული მიიღო ამაში. ჯარიდან თუ რამე გროვდებოდა ჯარში ფული არალეგალურად, ეს იყო მაგალითად როგორ მოქონდა იცი ჯარისკაცების ჯიბიდან ფული, ამ საწოდავ ბიჭებს აკეთებიებდა ვივუს ეგრეთ წოდებულ ონლაინ სესხებს და იქედან მისი გადმოყვანილი სერჟანტის მეშვეობით აგროვებდა ფულს ეს ნაბიჭვარი. გააზიანებდა ეგრეთ წოდებულ რაციას თავისი ნასხეტის ხელით და მე ეს რაცია რო უნდა აღდგენილიყო ჯარს აკრებიებდა ფულს. და ამიჯერედ ესეთი რაღაც არც დანაყოფში არ ხდება, ეს არ არის კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი ქმედება არ არის, ხალხო, ესა კრიმინალია ეს რა. და ამაზე ლაპარაკი, ანუ შენ რა გინდა თქვა მე კორუმპირებული ვარ, შეხედეთ ამ დედამოწყუნს გამოიტანეთ მარტო ყველაზე მცირე მაგის საპრემიო მონაცემები გამოიტანეთ, რამდენჯერ აქვს პრემია მიღებული და რისთვის აქვს პრემიები მიღებული დასვით. თავდაცვის სამინისტროს არ ვეხები, იქ რო ნაჭამია გასაგებია, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს რამდენჯერ აქვს პრემია მიღებული. იცით რამდენჯერ რისთვის აქვს პრემიები მიღებული? ქართველი ერის ცემისთვის აქვს ამ დედამოწყნულ ურიას პრემიები მიღებული. აი რისთვის აქვს ამას პრემიები მიღებული? ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. ვინ უკეთებს ეგრეთ წოდებულ ეგზალტირებას? მეორე ურიის ეგრეთ წოდებული თავდაცვის მინისტრად მჯდომი ნაბიჭვრის კეზერაშვილის ფორმულა და ასეც იქნებოდა რა თქმა უნდა. ტვ პირველი ეგრეთ წოდებული რურუების ტელევიზია და ეგრეთ მთელი ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ფლანგის შტურმან ფიურერი გახდა ეს გნიდა ეს კაცო.
ქართველ ებრაელებს 1000-ჯერ დაუძახე რა, ვინც კაცები ხართ, ბიჭო, ვინც ჯიგრები ხართ, ვინც რა ვიცი, ვინც ვიშიც ცხოვრობს რა, ადამიანური სული და გული, ხო? როგორ შეიძლება ამ ნაბიჭვარმა ისარგებლოს ქართული ებრაული დიასპორის სახელით? როგორ შეიძლება მასთან კონდეთ ასოცირება? როგორ შეიძლება რომ აი ამ გნიდას გადააფაროთ თქვენი კალთა? კაცურად გთხოვეთ, ქართულად დაგიძახით, ხო? არ შეიძლება ასეთ ადამიანს ყავდეს გვერდში მდგომი კაცო. ბევრჯერ გითხარით და ბევრჯერ გეუბნებით, რომ აუშვიცში, ზაქსენჰაუზენში, ტოტენკოფში, რასაც უკეთებდნენ ებრაელებს, გერმანელები. ზუსტად იგივე დანაშაული გააკეთა შეერაღების და ტექნიკის ბაზაზე, როდესაც დაფარა მცირეწლოვანი ბავშვების წამება. წამების ფაქტი აღიარებული და დადასტურებული შემთხვევა, ფაქტი რომელიც ამის წყალობით და ხიდაშელის წყალობით დაიფარა და ფაქტი რომელზეც მე თვითონ ლევან კობაიძემ ჩავაწერიეთ ვიდეო ამ ბავშვებს ვალაპარაკეთ, ყველაფერი მივიტანეთ პროკურატურაში, დავაწყებიეთ სისხლის სამართლის საქმე და დღემდე ეს საქმე შემოდებულია თაროზე და არავის დღემდე ირაკლი შაიშმელაშვილისთვის სისხლის სამართლის ბრალი არ წაუღენებია თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის და დანაშაულის დაფარვისთვის და შემდეგ კოლაბორაციისთვის და დანაშაულისთვის. ქართული ოცნება არის თანამოზიარე ირაკლი შაიშმელაშვილის და ეხლა გადატრიალებაში რომ 3 წლიან მუხლს უყენებენ ისიც გაპარებულ ტიპს და ეუბნებიან დაუსწრებლად დაგიძახეთ აქედან და მე თუ არ გაჩერდები მაგ მე დაგიმატებთ შენ იმას ბრალს, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა შენ არ ჩერდები და შენმა პატრონებმაც იცოდნენ ეს ასე არ არის. ეს ასე არ ხდება. ეს ასე არ ხდება, ეს არის ძალიან ცუდი სადაზვერვო თამაშები ირაკლი შაიშმელაშვილის პატრონებთან და საქართველოს სახელით მოლაპარაკე კრიმინალურ ჯგუფთან, რომელსაც წარმოადგენს ქართული ოცნება. ესა სიმართლე. ძალიან მარტივ შეკითხვას ვსვამ და ამას ახლა რა ვიცი, ანალიზ ბევრი გაუკეთებს და შეხედავს და იტყვის, კაცო. ტიპს ბრალს უყენებენ ეგერ ამერიკაში, რა, სახელმწიფო გადატრიალებისთვის. მისი ძმა ჩართული იყო, ირაკლი შაიშმელაშვილის ნაბიჭვარი ძმა ჩართული იყო ამ ბინძურ საქმიანობაში, რასაც ქვია თვითონ, იმიტომ რომ ეს ფაილები და მასალები რაც ქონია გატანილი თავდაცვის სამინისტროდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან. გახსოვთ თქვენ? აი ძალიან მარტივ ფაქტს შეგახსენებთ, სანამდე დაიწყებოდა ეს ეგრეთ წოდებული პევეცის ბურჭულაძის გადატრიალება, სახელმწიფო გადატრიალება, მანამდე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვიღაცა აქტივისტმა, შტრუმანმა და ფრიმანმა, ცრუმანმა, არ ვიცი მე მაგათ სახელებს ვიდად ვერ ვიმახსოვრებ, ბევრს არაფერს არ მაძლევს, მაგრამ ვისაც აინტერესებს, აგერ არის შეუძლია ნახოს სავსეა მაგითი ეგრეთ წოდებული ინტერნეტ სივრცე. გამოდო პირდაპირ ეთერში, ვინ მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსამსახურში, ვინ ანუ სპეცრაზმში, ვინ იყო შემტევი ჯგუფის წევრი, ვინ იყო დამშლელი ჯგუფის წევრი, ვინ იყო იქ მედიკოსი, ვინ იყო ეს, ვინ იყო ასე, ყველაფერი, მათი ოჯახის წევრები, მათი ცოლები, მათი შვილები, ვისი შვილი რომელ ბაღში დადის, ვისი შვილი რამდენი წლისაა, ვის ცოლს რა ტელეფონის ნომერი აქვს. ხო და ეს ბიჭები ახლა ვიღაცას მოსწონს, არ მოსწონს, ეს არის შენი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო, კაცო. ასეთ ინფორმაციას რო ავრცელებ შენ და დებ საზოგადო სივრცეში, გამიგე? შენ აძლევ შენი ქვეყნის მოწინააღმდეგე სპეცსამსახურს, თურქეთი იქნება, სომხეთი იქნება, რუსეთი განსაკუთრებით. და ეუბნები, იცი რა, აი მე ხვალდაზე ეგ რო დამჭირდეს შენგან აგრესიისგან თავის დაცვა, ამ ხალხით უნდა დამჭირდეს. და ეს ხალხი მე შენ ავდექი და პირდაპირ დაგიდევი, აგერ საჯარო სივრცეში მივეცი ინფორმაცია შენ სპეცსამსახურებს, როგორ უნდა გამანეიტრალო. რა ხდება იცით ამ დროს? ძალიან მარტივი რაღაცა ხდება. ამ ინფორმაციას მიიღებს ის სპეცსამსახური და დაიწყება მუშაობა შენი ძალოვანი უწყების დასუსტებაზე განსაკუთრებით. ანუ იქ ვინ არის სნაიპერი, იქ ვინ არის კონტრსნაიპერი, იქ ვინ არის ეს, იქ ვინ არის ის და იწყებს ის კონკრეტული შენი მოწინააღმდეგე სპეცსამსახური შენს ძალოვან უწყებებში ხალხის დაშანტაჟებით, თუ არ ვიცი, მოსყიდვით, თუ იმით გადაბირების მცდელობას და იქედან რომ არის იქ 1500 და 2000 კაცი, არ ვიცი ხა ციფრებს არ მინდა მაინდა შევეხო, ძალიან ბევრნი არიან.
ვიღაცას რაღაცაზე ან ხელი წაუწდება ან ვიღაცის დაინტრიგებას მოახდენენ ამაში მათ აქვს ძალიან სერიოზული გამოცდილებები ჩემოკარგებო ისინი ამიტომ არიან სპეცსამსახურები და წლების მანძილზე სპეცსამსახურები მოქმედებენ შანტაჟის მეთოდებით რა კიდე არა მარტო ცივი ომის დროს შექმნის დღიდან სპეცსამსახური ყოველთვის ასე მოქმედებს ვიღაცის დაშანტაჟების ვიღაცის განეიტრალების ვიღაცის გადაბირების და შემდეგ მის ინტერესებში გამოყენების და ეს იყო ზუსტად ტოტალური ღალატი რაც გაკეთდა და კაცი შვილს კაცო ამაზე შაიშმელაშვილისთვის ბრალი არ წაუყენებია ყველა მიცის რომ ეს შაიშმელაშვილმა გააკეთა ყველა მიცის აი კოცებო თქვენ დედაატირებული ეხლა გეუბნებით კიდე რამდენი იყო ჯგუფის წევრი აი ვინც ეს საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა ერთი ხო შაიშმელაშვილი იყო ერთი გიორგი მოლოდინი იყო იმ ირაკლი შაიშმელაშვილთან ერთად და ერთი იყო აგერა გიორგი შაიშმელაშვილი მეორე ვინც ამ ირაკლი შაიშმელაშვილის უახლოესი მეგვარი თანამოაზრე და თანამოსაქმეა რომელი ერთი დააკავეთ რომელი ერთი დაკითხეთ რომელი ერთი სახლის ჩხრეკა მოახდინეთ და რომელი ერთის წინააღმდეგ გააკეთეთ ღონისძიება. მოხდა საერთოდ ირაკლი შაიშმელაშვილის სახლის ჩხრეკა, ან მისი ძმის ჩხრეკა, ან ამ ადამიანების ჩემგან ჩამოთვლილი ადამიანების ჩხრეკა არ მომხდარა ხო? რამდენი ხნის წინ ჯერ კიდევ. აი ესენი როგორ იყენებენ? ესენი დღეს კი არ იყენებენ ამ ინფორმაციას. ესენი ამ ინფორმაციას იყენებენ წლების მანძილზე. 2019 წლის მერე ვიმყოფები პოლიტიკურ დევნილად საფრანგეთში რა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში თითქმის 2-3 დღე არ შემიწყვეტია აქტივობა და მხილება ამ ნაძირლების რა, ამ ხელისუფლებაში მყოფი ნაძირლების მარტო კი არა, აი ამათიც რა, სანამ ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ, მოქმედებდნენ როგორ იცით, აი ასეთი აკრძალული მეთოდებით. მათთვის არა აქვს მნიშვნელობა პერსონის წინააღმდეგ იბრძვიან თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან. მათთვის მთავარია იყოს ვისთვის წინააღმდეგაც იბრძვიან მისი მოწინააღმდეგე. ისე იდენტიფიცირებულია მოწინააღმდეგე დავაი, მიდი, დედაუტიროთ. ბიჭო, ჯერ ერთი ახლაც არ მეშინია და დასამალიც არაფერი არ მაქვს. და ახლაც ვიტყვი კაცო, შეერაღებულ ძალებში 1000 საყოდური მაქვს მიღებული, იმიტომ რომ არ ვეგუებოდი უსამართლობას და პროჭობას ამგენის მიერ ჩადენის და ხან მეთაურს უნდობლობას უცხადებდი, იმიტომ რომ პროჭი იყო და არაკაცი იყო და კორუმპატორი იყო და ხანის და ხანის. ესე იგი რა გააკეთეს იცი? გამომიქვეყნეს ჩანაწერი ჩემი პირადი საქმიდან, როგორ მეუბნებიან საყვედურებს ეს პროჭები რა, ახალაიას დაჯგუფება, ხიდაშილის დაჯგუფება და როგორ მიწერენ ჯარიმებს, მაკლებდნენ ხელფასებს, რომ 30% დაექვითოს ხელფასიდან, 5% დაექვითოს, 10% დაექვითოს, ეს გამომიქვეყნეს და ეს იქნებოდა თურმე საზოგადოებისთვის მტკიცება, მე რა ცუდი ბიჭი ვიყავი ჯარში და ეს გააკეთა ამ მეძავის გაზრდილმა ურია შათლახაშვილმა, ეს გააკეთა ამ გიორგი მოლოდინმა, ამის მეძავი დედა რომ ვიხმარე, მართლა ამისი ბიჭო საკუთარი ცოლის დავიღაზა დგებუაძის რომლის ნათესავებიც ახალაიასთან უახლოეს კავშირში იყვნენ და მის სპეცსამსახურიდან ნაღდათ აი ამ გიორგი მოლოდინის ცოლის ეს მე ამის ახვარი დედას მართლა ამ ურალურ ხრელში მართლა ამ გნიდის გამოაქვეყნა ეს მონაცემები რომელიც არის საიდუმლო მონაცემები და ჩემი ადვოკატის დღეს პოლიტიკური დევნილით არის სტატუსით საფრანგეთში ცირა ჯავახიშვილი პროკურატურაში პირადად მიიტანა ეს ფაქტი ამობეჭდილი, დადებული, მომზადებული და მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის აღზრვა. რეაქცია არ ჰქონდათ. არც შეიშმელაშვილი არ დაკითხეს, არც გიორგი მოლოდინი არ დაკითხეს, არც არავინ არ დაკითხეს საერთოდ. პირდაპირ გაატარეს ეს ყველაფერი, ვითომ ეს ყველაფერი ამგენის თავს არ მომხდარა, არც ირაკლი შეიშმელა, არც გიორგი მოლოდინი, შაიშმელაშვილების და ამ გნიდების არის ეს სამყარო. ფაქტი რითი განმეორდა, როდესაც არ ხდება კრიმინალის პრევენცია და როდესაც სახელმწიფო არ აზროვნებს კანონდებრივად. აგერ ამ მთელი სია ლისტი გამოაქვეყნეს, აი, ქვეყნის მტრებო იცოდეთ რა, ვიმსახურობს
სპეცდანაყოფებში და მოუწყალით ამგენის ოჯახებს დედის ტრაკი, როცა გაგიხარდებათ, სადაც გაგიხარდებათ, როგორც გაგიხარდებათ, იმაზე მეტი უბედური რა არის, ბიჭო, კაც რო სნაიპერული შაშხანა აქვს ხელში მიცემული და მზად არის რა, შენი უსაფრთხოების, შენი საზოგადოების უსაფრთხოების გულისთვის ნებისმიერ ტიპს შუბლი გაუხრიტოს. ასე მარტივია ვიღაცა შუბლი გაუხრიტო მითითების და ბრძანების საფუძველზე? მარტივია, თქვენ გონიათ რომ მარტივია? მაგრამ ამას აკეთებ წმინდა მიზნებისთვის, ხო? იმიტომ რომ სახელმწიფო შენ გენდო, იმიტომ რომ სახელმწიფომ შენ აღჭურვა, სახელმწიფომ მოგცა ამუნიცია და ის ტყასაბილიტე ეგრეთ წოდებული გაიარე რა, აბილიტაცია პროცესების, რაც შენ გაძლევს შენი პოსტის დაკავების საშუალებას და უნდა გააკეთო, ის უნდა შეასრულო შენი ვალდებულებები, შენი ფიცია, ეს ლამის თანაზიარება სიწმინდესთან, შენ სახელმწიფოებრიობასთან. ამას ახლა ყველა რა ვიცი, მაშინ ყველა ამას ვერ გაი, მაშინ უნდა იმსახუროს. მიტო ხდება შეერაღებულ ძალებში პოლიციაში ფიცის დადება. ეს ძალიან როგორ გითხრათ, პირადული მომენტი კი არა, ძალიან წმინდა, ძალიან საკრალური მომენტია ახსავსე იდეოლოგიური წვეთით. თანაზიარებით სახელმწიფო იდეოლოგიასთან. გამოდის და აგერ აეუნება რა, იცი, იმ სასახლეში შენ შეიძლება თითი დააჭირო. მაგრამ აქ შენი ცოლშვილი რო არის გვერდზე, მაშინ ჩვენ შენ ცოლშვილს მივხედავთ თუ იმ სასახლეც იქ ხელს დააჭერ. ძალიან მარტივად შეიძლება ნებისმიერმა ქვეყნის სპეცსამსახურმა ეს გაუკეთოს იმ ადამიანს, რომელიც იმ პოსტზე არის განკუთვნილი და იცის რომ იმან ის საქმე უნდა გააკეთოს. ეს გააკეთა ირაკლა და გიორგა შეიშმელაშვილმა ამ ბოროტის საქმით, ამ ბოროტი ქმედებით, ამ ბოროტი საქციელით. ესაა სახელმწიფო დონის ღალატი და არანაირი სამწლამდე მუხლი, ეს არის სამუდამო მუხლი, ეს არის ზურგში დანის ჩარტყმა და გადაყრა უამრავი ადამიანის განადგურება და საკუთარი სახელმწიფოს და ძალოვანი უწყებების დასუსტების კენ მიმართული ქმედება, ესაა ღალატი. ამის თქმა მინდა მე ხარ, თქვენ შეაფასეთ კოცების მიერ ეგრეთ წოდებული თამაში, 3 წლამდე მუხლი, 2 წლამდე მუხლი, 1 წლამდე მუხლი, ჩუმად იყავით თუ არა დაგიჭერ, თუ ჩუმად არ იქნები, მაშინ ასე ვიზამ, თუ ჩუმად იქნები, მაშინ შეიძლება ეს ყველაფერი დავიწყო. სირობა. არაფერში რო არ წევია ეს ფაქტი. მისტერებული არიან ეს ბრიყვები იმაზე, ვიღაცამ რა თქვა ლილუაშვილზე, ვიღაცამ რა თქვა იმაზე რა ქვია ღარიბაშვილზე, ვიღაცამ რა თქვა იმაზე და ბიძინა ივანიშვილი ამასობაში ინარჩუნებს ხელისუფლებას. ბიძინა ივანიშვილს დე იურე აქ ყველგან გაჩერებული აქვს ცივილურ სამყაროში თავისი რესურსები და ეხლა ცდილობს ამოიღოს ეს ფული კრიმინალიდან, რასაც ეს პატარა ბიჭუნები, მისი ხელის ბიჭები აკეთებდნენ ისინი შავი ფულით ნარკოტიკი და თქვენ რა გონიათ ახლა ნარკომანიას რო ებრძვიან და ნარკოტიკთან ბრძოლა დაიწყო და ასე გააკეთა და ისე არაფერი ძარა. ნარკოტიკი ეს მათი ლეგალური ბიზნესი არის. და ესა ფული 400 მილიონი ეს ზღვაში წვეთი არის. მილიარდები არის აქ ნაშოვი. ქართული მიწა არის თუ არა დღეს მეტი, ესა ტრანზიტი ოფიციალური ნარკომაფიის. და ეს არ ხდება ისე რომ ხელისუფლებათა შორის შეთანხმება არ იყოს და გასვლა-გამოსვლა არ ხდებოდეს ამ ნარკოტიკების. ევროპაში უშვებენ საქართველოს გავლით წამალს. და ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. რატო დუმს ამაზე მე მაგალითად ხო ცივილური სამყარო მე მიკვირს. მარტო ბიძინა ივანიშვილის ქონების გაყინვა და კოცების ქონების გაყინვა არა. მათი ქონების ჩამორთმევა უნდა მოხდეს და უნდა გადაეცეს ქართულ ემიგრაციას აქ. უნდა გადაეცეს არა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ უნდა შეეწყოს ხელი ანალოგიურად სხვა მთავრობის, სხვა ძალების, სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნას. ქართული სახლები უნდა გაიხსნას მათ ეგრეთ წოდებულ ქონებებში. გინდა პარიზში, გინდა ესპანეთში, მადრიდში, გინდა სხვაგან და სხვაგან. რა, თუ უნდათ ვინმეს ქართულ საზოგადოებას სიკეთე გაუკეთონ, ეს უნდა გაუკეთონ. უნდა წაართვან იმათ ქონება და უნდა გადმოცენ ხალხს. და რა სიტყვიერად რა, ასე ისე და კიციც გვინდა და კიცმაც ურიც გვინდა. დღეს რო უყურებ მე სიტუაციას, გამოსულები ესენი მართლა რო სავაჭროა ჩვენი ერი და ჩვენი ხალხი ბიჭო, რამდენი ჯარისკაცის გვერდზე და რამდენი ჯარისკაცის დოსიე მიდევს აგერ წინ კაცო. და
ახლა აძახებენ ამას, იცით, მაგ თქვენ ევროპაში ჩვენ რო იმავშვები გვეჭიმებით, თქვენი გულისთვის ჩვენი ბიჭები სისხლს ყრიდნენ, როდესაც თქვენი ჯარისკაცები იქ რთულ მისიებში არ მიდიოდნენ, ჩვენი ბიჭები სისხლს ყრიდნენ. სწორია, ტყვილი კი არ არის, მაგრამ ამას რა სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა მარტო? ამას ქოცები არ აკეთებდნენ? რა ქოცები არ იყვნენ? როდის მერე გამოიყვანეთ ჯარი ერაყიდან და ავღანეთიდან? როდესაც იქ მისიები დამთავრდა, როდესაც იქ ყველაფერი თავის საქმე მოიშორა, მერე გააკეთეთ თქვენ ყველაფრის შეწყვეტა. მანამდე ამას აკეთებდით იმიტომ, რომ ნებისმიერ ხელისუფლებებს ევროპიდან თქვენი ხელისუფლება ეცნო, თქვენი კრიმინალური ხელისუფლება, თქვენი მიტაცებული ხელისუფლება, თქვენი არჩევნებგაყალბებული ხელისუფლება. ნებისმიერ სახელმწიფოს ეს თავისი ინტერესი აქვს, თავისი მოქალაქის დაცვის ინტერესი აქვს, გარდა იმისა, რომ რაღაცა ოპერაციას აკეთებს. გინდა მშვიდობის სახელით, იმის სახელით, ამის სახელით არ შევეხები მე ახლა სოფლიო პოლიტიკას, კი არა, ჩვენ ქვეყანაში ჩაჯმული, ტუალეტათაა ჩვენი ქვეყანა ქცეული ბიძინა ივანიშვილის რა ის სოფლიო იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რა გვია პოლიტიკაზე. სოფლიო პოლიტიკისთვის ძაღლიო შინარ ვარ გოდაო და სანადიროდ გარეთ გარბოდაო. საცალია ჩვენ მაგის ჩვენი ჩაჯმული უნდა მივხედო, ჩვენი ტუალეტია ჯერ გასაწმენდი. დეზინფექცია ყველგან ყარს. დეზინფექცია საჭირო. რამდენი ჯარისკაცის შესახებ ამოვიღე ხმა და რამდენი შემთხვევა იყო ისეთი, როდესაც ავღანეთში და ერაყში არ მინდა ეხა გვარები დავასახელო კაცო იმ ბიჭების, მე 1000 ჯერ ამაკ ინტერნეტში მათი ინტერვიუები დადებული და ეს უბრალოდ მეწოდებიან. რატომ მეწოდებიან, იცი? იმიტომ მეწოდებიან ამ ხალხის პატრონები არ იყო ბიჭო არავინ რა. 5 ჯერ და 6 ჯერ აფეთქებულები ამ სხვის ტერიტორიებზე, ნაღმებზე და ჯერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია ოკუპირებული და მე სხვის ქვეყანაში გაყავდათ სხვისი ქვეყნის ოკუპაციისთვის. ახლა აძახებენ ამას ქოცები, ახლა. ერთ-ერთი მათგანი მახსოვს, რომ გამოვიდა სამხედრო ბაზიდან ემბრიონის პოზაში, რომ ასე ჩაიკუნცხა ვეღარ ადგა ფეხზე. და დარჩა ასე და მოათავსეს ფსიქოლოგიურ საავადმყოფოში და ნაცვლად იმისა თინა ხიდაშელის მეძავი დედა ორალურხველში რომ მთელმა არმიამ მართლა და ის ანადოლიძის ნაცვლად იმისა კაცისთვის ფსიქოლოგიური დახმარება გაეწიათ და გვერდში დადგომოდა სისტემა. სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს მეძავი და ნაბიჭოვარის სერგოძაგნიძე იყო მაშინ სამხედრო პოლიციის უფროსი იმის მეთაურობით. და რომ არ ჩართულიყავი მე, რომ არ მისულიყავი ფსიქოლოგიურ საავადმყოფოში, რომ არ წამომიღო სამედიცინო დასკვნა, რომ საჯეროდ ეს არ გამეშუქებია, ეს ფაქტი. ავადმყოფკაც დაიჭერდნენ ეს დედამოწმულები. მეორე ფაქტი ის ბიჭი ამდენი შვილის მამა რო იყო ძალიან აჩიკო გულაშვილი რამდენჯერ ეთერით გამოვიყვანა რამდენჯერ ანგელოზივი შვილების მამა როგორ გაწირა საკუთარმა მეთაურმა რა უქნა როგორ გაიწირა თავდაცვის სამინისტროს სახელით არ ქონდა იმ ბიჭს ადგილი გულზე დატოვებული სადაც მედალი არ ქონდა მისიებში და არა მარტო მისიებში იქ 2008 წლის ომის მონაწილე და ვინ დაინდო და ეხლა ამნაირი ბიჭების სისხლით გინდათ ივაჭროთ თქვენ ქოცებო თქვენს დებილ დედებს რო გავარტყი მე თქვენ გინდათ რომ ივაჭროთ ამ ხალხის სახელით ბიჭო ის რო ყავთ გარილა პაპუაშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე რომ მივადა იმაში სასადილოში რო სკამზე დაჯდება ჯერ არ ჩაუწყდეს მადედარღნიანს ის სკამი სისქიას არ არის გაცული მაგწონის ხალხისთვის ის სკამ ჯარისკაცის ბლუდას როჭამს ბლუდა თვითონ ჯარში არის საერთოდ ნამსახურები და ესეთი ტიპები უძახიან ეხლა იქ რო თქვენ ჩვენი ჯარი სისხლს ღვრიდა მაშინ ხო კაი ვიყავით ჩვენ ამადლიან გამიგე და თავის დანაშაულს იქ ვერ უყურებენ რა თვითონ რო უშვებდნენ რა აი საბერძნეთს მაგალითად 6 კაცი ყავდა ნატოს წევრი ქვეყანაა გაგზავნილი ავღანეთში სამედიცინო ქვედანაყოფი ბაზაზე აწევდნენ საბერძნეთის დროშას და დაწერდნენ მეტი რადო იყო საჭირო სამშვიდობო მისიებში საბერძნეთი არის ვენაცვალე ჯიგარში რა
არ თuliდნენ მე საჭიროდ რომ ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების მეორე ლამის თუ გერმანიის კიდე მეორე ქვეყანა თუ მესამე ვიყავით რომ 1500 კაცი და 800 კაცი გაგზავნილი და იქ რო ხალხი იგზავნებოდა იქ კიდე კორუფცია ხდებოდა და თუ ჯარისკაცი წასვლა უნდა და ორმაგი ხელფასი ვიღაცა მეთაურისთვის უნდა მიეცა და ასე მე იქ რა ხდებოდა ბიჭო გარყუნა და გათახსირება და ნარკოტიკის მოხმარება იმაში იცით თქვენ რა წაბილწულია ჯერ ავღანეთი მიაქ ავღანეთი და ერაყი წამოც იქედან ნარკოტიკის ჩამოტანა საქართველოში და მთელი ამბავი ნარკოტიკი ის ცალკე პრობლემაა ვის და როგორ და რანაირად გაქონდა იმ ქვეყნიდან მაგრამ იმ ქვეყნებიდან მაგრამ ზოგადად რა და მე რა არ ყავდა მსხვერპლი იმ ნარკოტიკის გამოყენების სამხედრო ბაზაზე მიეწოდა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეთ თქვენ ჩვენი ჯარისკაცი ავღანელებთან ნარკოტიკით ვაჭრობის გულისთვის რომ მიდიოდა იქ და ტყვია წამალს იპარავდა და მიდიოდა და ტყვია წამალში ცვლიდა ნარკოტიკს ერთხელ გაუცვალეს ორჯერ გაუცვალეს სამჯერ გაუცვალეს და მეოთხედ რა გაუკეთეს და მეხუთედ იცი უკოცრავად ან მეოთხედ ან მეხუთედ ზუსტად არ მახსოვს მოკლეს ამოთხარეს თვალები შიგნით ნარკოტიკი ჩატენეს ყველა დირკაში არ მინდა ახლა კიდე ვილაპარაკო მიცვალებულს ნარკოტიკი ჩაუდვეს და დააგდეს იქ ასე ღორივით დაკლული რა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით კისერი გამოჭრილი ამაზე რატო არავინ არ ლაპარაკობს არავინ არ დამიწყოს ახლა ლაპარაკი საიდან ვიცი სისხლის სამართლის საქმე მაგ ბიჭო ნანახი თქვენი დედა მოვთხან თქვენი და ეს საწოდავი ბიჭი მის მეთაურებთან სამხედრო მეთაურებთან ერთად აბოლებდა და იკეთებდა სამხედრო ბაზაზე ამ წამალს და ეს გამოძიების შედეგად იციან ეს ყველაფერი და იქ ეგრეთ წოდებულ მისიებში და მისიებზე კურატორი ეს ჩაჩიბაიები ჯერ იმათ ყავდათ რა ქვია პარლამენტში ყოფილი ნაცები ჯერ მიხეილ სააკაშვილი რომ გენშტაბის უფროსად დანიშნავდა და აწინაურებდა ამ ჩაჩიბაიას და მერე გადმოიბირეს ამგენმა ქოცებმა და მერე ვარსკვლავი არ დატოვეს რომელიც მის ბეჯზე არ დააყარეს მერე გენშტაბის უფროსად დანიშნეს მერე ებას თავი დაანებეს მერე პარლამენტში 59 ნომერად შეიყვანეს და ბოლოს ახლა კიდე ღარიბაშვილის მოადგილედ ყავდათ და აი ეს ტიპი კურატორობდა ჯარს რომელმაც მთელი არმია ჩააგდო ამ ნარკოტიკული თხრობის უბედურებაში და შაიშმელაშვილი მაიშმელაშვილი პროჭიაშვილები ესენი კოლაბორანტები ამ დედაშევეცი მე და გამოდიხართ და ამას ამადლით და იმას ამადლით ამ სისხლის სამართლის საქმეებს ნეტა არ ვიცნობდე და ესეთი ხალხი დღეს კიდე იქ ჯარში ყავთ და პოლიციაში ყავთ ბიჭო გჭირდებათ კაი შემსრულებლები არიან აფეს ვერ გეტყვით ამის თქმა მინდა ეხლა იმას ვისაც შაიშმელაშვილის იმედი გქონდათ და ვისაც შაიშმელაშვილის და ჯერ ერთი ამის რევოლუციონარი ჩეგევარა ფსევდო ჩეგევარა დედა მომხან მე მაგრამ 7 ოქტომბრის მერე თქვენ გმირბიჭს ხმა არ გაუღია ურია და თავგადმოვდებული გმირის ხვისი ქვეყნისთვის მე ამ სმენია მაგრამ თქვენ ნეტარ არიან მორწმუნენი როგორც სიტყვია ხო და რატო დუმს ბიჭო ეს თქვენი რაინდი რა ვერ იღებს ხმას ეშინია 2016 წლიდან შეერაღებული ძალები რო დავტოვე ერთი დღე არ გათენებულა ისე რომ მთელი სისტემა არ მეფურთხებია და არ მეგინებია და არ მემხილებია და რო ვერაფერი ვერ გააკეთეს რო ვერაფერი ვერ გამიგდა რა უნდა გააკეთებიათ ყველაფერს სამართლებრივად ვაკეთებდი რო ვერაფერი ვერ გააკეთეს ქუჩაში დამხვდნენ და აიმითი რა ქვია აგერ პოსტივი ჟურნალისტით და ამგენი სუსის უკრუგით და ვითომ სახეობებით და რობერტა სტურუას ქოცური ზაპასტოვკით თავდასხმა მომიწყვეს რა და შეიძლება ეთქვათ მე რომ ისა რა ქვია აი სამხედროა იარაღი უყვარდა და ამათ გაუსწორდა იარაღი და ესეთი რაღაცები ქონდა ჩაფიქრებული მაგრამ ვინმე სახელმწიფოსთან მიმართებაში და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართებაში რა არა ძმაო ყველაფერს ცოდნა უნდა გიხმარეს შათლახაშვილო ბოლომდე იმ ქვეყანამ რომელსაც საქართველოს მიღმა ემსახურებოდი და ამ ქვეყანაში სადაც ავად თუ კარგად
დედა შენის და მამა შენის საძვალე უნდა იყოს, შედედა არღლიანო შენ, ვერასოდეს ვერ მიხვალ მაგ. რატო იცი? შენ ნამდვილად გადატრიალებასთან გქონდა ხელი. ეს იყო ჩვეულებრივი მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების. და არა მარტო მოწოდების რა. ეს შეიშმელაშვილი პირდაპირ მოქმედებდა ქართული ერის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. წლებია ეგ მოქმედებდა, მაგრამ განსაკუთრებით და მე გამოდიოდა და თავისი გაკუებული სიცეშინე მე აქ კაცო კი არ მონაწილეობდიო მაგ პროცესებში მე მარტო მხარდამჭერი ვიყავიო მაგისიო მე 7 ოქტომბრის მე ხმავე რამე იყო შათლახაშვილმა და ეს გმირი ურია გერდუმს და კაციშვილი აცო ხმას არ იღებს სადა თქვენი რაინდი სადა თქვი ყუანებო თქვენი რაინდი გოცებო გოცებო თქვენ დარღლიანებო სადა ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ვირთხა გიორგი მოლონდინი ეგრეთ წოდებული საინფორმაციო ლეგიონი რო აქვს გახსნილი გვერდი Facebook-ზე ყოფილი საინფორმაციო ლეგიონი და ამოეფარა რა ხა გიორგი მოლონდინი ძალიან პროჭულად ჟღერს სახელი ყველა მიცის რომ ამის დედა სახმარია ყველგან ეს ომიდან გაქცეული ვითომ ჟურნალისტი ჯერ ჟურნალისტი და იგიც ომიდან გაქცეული თქვენ არ იცით ჩვენი არმია რაც ვის ხელში იყო და რა პრემიები აქვს ამ გიორგი მოლოდინს აღებული ეგ დასათვლელია ყველაფერი კაპიკაა დასათვლელი გამოდით თქვენი დედა მოხალ მე თქვენ ბიჭო როგორ უნდა იყოს ქართველი კაცის ბედი თქვენს ხელში როგორ უნდა იყოს როგორ შეიძლება იარაღი აიღო წახვიდეს აბრძოლებლა და ეს ნაბოზრები ზურგში გიჯდნენ და მტერი რუს დაუძოხა და იქეთ ავტომატი წინ უკაკანო და აგერ ეს ნაბოზრები ზურგში ინფორმაციის გადამცემები არ მოსპო პირველ ჯერზე პირველი მტერი რუსთაველს რო აქვს ნათქვამი რა ეგრეთ წოდებული მოყვარეო რა ეს უნდა მოიშორო ეს ზურგში ვინც გიდგას რა და მე უნდა იზრუნო მტრის განადგურებაზე შენ თუ ფესვიდან არ ახარ მაგარი შენ ვის რას უზამ გარეთ და მე გვიკვირს რომ გავრცელდა ინფორმაცია რუსებს აქ ჩვენი პირადი შემადგენლობის სია მოწინააღმდეგე ქვეყანაა და მუშაობს შენზე. უნდა რომ დაგამარცხოს, დაგიპყროს უნდა. იმას კრიტიკა კი არა იმასთან ომია საჭირო. ომი რო გინდა იმასთან ძლიერი უნდა იყო. შეიძლება ომი ვერ მოიგო. მაგრამ იმხელა თამოყარეობა უნდა კონდეს ბრძოლის ველზე თუნდაც ღირსება შეინარჩუნოს. სად შეინარჩუნებ ღირსებას? ამგენის ხელში. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით რა უახლოეს დღეებში დავაკვირდები აგერ ამ პროცესებს არ იქნებიან დაკავებული ამ საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაზე გიორგი მოლოდინი ადგილზე მყოფი გიორგი შაიშმელაშვილი თავდაცვის სამინისტროს სხვა დაჯგუფებები ანადოლიძესთან არ ექნებათ ეს კითხვები თინახიდაშვილთან არ იქნება ეს კითხვები ვინც უშუალო შეხებაში იყო ამ კრიმინალთან ხო ჩათვლი რომ ეს ყველაფერი არის რა ისედაც მგონია რომ ბლეფია მაგრამ კიდე ერთი მორიგი სკანდალი იმისი რომ ელაპარაკონ აი ამ სადაზვერვო ელემენტების პატრონებს. როგორ იცი? აი შენ აგენტს გამოვიყვან წყობრიდან. შანტაჟის ენით ეს არ არის ქვეყნის დაცვა, ეს არ არის სამშობლოს დაცვა, ეს არ არის სამხედრო კონდაზვერვის ან უშიშროების სადაზვერვო სამსახურების ან საგარეო დაზვერვის ან შიდა უსაფრთხოების სხვადასხვა სისტემების პრევენციული ზომების შრომის ნაყოფი არა ეს არ არის ინტრიგაზე ინტრიგის ენით საუბარი ესე არ ხდება ესე არ მიიღება ზომები ესე არ მიიღება გადაწყვეტილებები ეს არ ხდება რა ვქნა ჩემო კარგო არ მსურს არანაირად რომ ამ მიმართებაში რაიმე შევიგინო ან ბილწე სიტყვა ვიხმარო და ნუ რა სიზამთ რა ხდება ხოლმე როცა შენ ტყავზე გაივლი ჩემო კარგო ყველაფერს როცა შენ ტყავზე გაივლის ამხელა სიმწარე როცა შენ აღმოჩნდები ამხელა მანქანის პრესის ქვეშ ესე უემოციოდ ყველაფერს ვერ გაატარებ მე
ჩვეულებრივ რიგით მოქალაქე დავით ნემსაძის მე არა მაქვს არანაირი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა სადმე სიტყვა ავწონვა მოვზომო მე არანაირ ჩარჩოში არ ვზივარ გარდა ჩემი შინაგანი მორალისა და მე თუ სადმე რამეს ვიტყვი და როგორც მე ვიტყვი ამაზე მე ვაგებ პასუხს და არა ის თანამდებობა რომელიც მე შეიძლება მეკაოს ან სახელმწიფოებრივი ქოლგა რომელიც შეიძლება ჩემმა სიტყვამ დააზიანოს ამით მე შეიძლება ჩემი შიდაწრე დავაზიანო ამაზე მე ვაგებ პასუხს. ჩემი თავის უკან დგას ჩემი წარსული. ჩვენ ყველა ჩვენი წარსულიდან მოვდივართ. და მე მოვდივარ იმ წარსულიდან როგორი აღზრდაც მაქვს მიღებული. აღზრდა იმაში არ გამოიხატება ამ დედას რო ვაგინებ მარტო. საგინებელია ამათი დედა ამათი გაზრდისთვის ესეთები რო არიან ესენი. დაგემშვიდობებით. ყველას ვთხოვ მანამდე სანამდე გავალეთ ერიდან, რომ და იქნება ეს ჩემი გულითადი სათხოვარი იქნება, რომ გამოიწეროთ ეს გვერდი და გააზიაროთ განსაკუთრებით. ეს რაც მიდის ქვეყანაში. ეს არის თამაშები. ეს არ არის სახელმწიფო თამაშები. ეს თამაშები ქვეყანას და სახელმწიფოს არ ემსახურება. ამ თამაშებით ქვეყანა წინ ვერ წავა. ბიძინა ივანიშვილი დასრულდება. ძალიან მალე დასრულდება. მაგრამ ეს არ გაამართლებს ამ ნაძირლებს, რომ ამათმა მოახდინონ თავიანთი თავის რეინკარნაცია. მაგრამ ამათ კიდე დაავიწყდათ ერთი პატარა რაღაც და ძალიან მარტივი რაღაც დაავიწყდათ. ბიძინა ივანიშვილს აქ გამოცდილებაც რა. გამოცდილება როგორ ვიცი, როგორ არ უნდა დათმოს ხელისუფლება აი ამათთვის და ამათგან. ერთადერთი ისი იმედიც მაქვს თუ დასრულდება უკრაინაში ომი, აი ამას მივესალმები ყველანაირად, იმიტომ რომ მე მთელი ყურადღება გადმოვა ჩვენზე. მთელი ყურადღება გადმოვა ჩვენზე, ჩვენ აღმოჩნდებით ძალიან დიდი დაკვირვების ქვეშ და ამათი ყოფა, ამათი ცხოვრება არ იქნება ასეთი მარტივი, როგორც არის ეს მაგალითად დღეს. და ამათ მოუწევთ ძალიან დიდი ლუპის ქვეშ ცხოვრება და მე ქართველი ვარ, მე პატრიოტი ვარ და მე ასე ვარ და ესე ვარ და ისე ვარ, ამითი ასე ვერავინ ვერ გაიправებს თავს. მაპატიე თუ გაწყენიო, არა, მეგონა რომ შენ რა უნდა გააკეთო ისეთი რომ ქართველმა მე მაწყენიოს. გამორიცხულია ეს უბრალოდ იყო პასუხი შენ შეკითხვაზე. და მე გაგეცი პასუხი, იმიტომ რომ წავიკითხე შენი კომენტარი თვალში მოხვდა და მაგით კომენტარი ბევრი აქვს ყველას ვერ პასუხო. აი ეს არის რა. ეს არის. გვერდში დგომა ვისწავლოთ ქართველებო ერთმანეთის. მე 24 საათი შეიძლება არა მაგ დრო ყველაფერს შევეხო, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. ეს საკითხი გულთან მისატანი საკითხია. ჩვენ შორის შათლახაშვილების ადგილი არ უნდა იყოს ქართველებში. ქართული საზოგადოება, როგორც გამსახურდია ამბობდა რა, კაცმა როგორც კი დაიწყო სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა, ეგრევე მოკლეს რა. იმას არ აიყო გამსახურდიას ხელისუფლება და ებრძოდნენ მას პროპაგანდით და საქართველოს ქართველებისთვის არის შენ ასე თქვი და ისე თქვი და არა. როგორ განმარტა? მოусმინეთ რა. საქართველოს არის ქართველების ქვეყანა. სადაც ცხოვრობს სხვა ნაციონალიზაციის ადამიანები საქართველოს არის ქართველების ქვეყანა, სადაც ცხოვრობს სხვა ნაციონალიზაციის ადამიანები თანაბარ უფლებებში, როგორც ეთნიკურად ქართველი. ასე რომ ნურავი ნუ შეეცდებით რა პროპაგანდის საფუძველზე მოსპობას იმ სწორი იდეოლოგიის რაც ჩვენ გვათანაბრებს როგორც ადამიანები. ჩვენ ვერასოდეს ქართველი არის ვერ მივალთ, ვერ გავხდებით ძლიერებით, ჩვენ არ ვისწავლით რა თანაცხოვრებას სხვა ერის შვილებთან, რომელიც ჩვენი ერის სასარგებლოდ მუშაობენ და აკეთებენ მეც ვიდრე ნებისმიერი ჩვენი შეიძლება თანამემამულე ეთნიკურად ქართველი. არ შეიძლება ეს რელიგიის, არ შეიძლება ეს ეთნიკური მიმართულების კუთხით ეს ადამიანების მიღება არ მიღებაზე ან ზიზღზე ლაპარაკი არა.
გადახედეთ ჩვენ ისტორიას, ჩვენ უახლოეს ისტორიას, თუ აღმაშენებლის ცხოვრებას რო ვლაპარაკობთ, კაცო, ამ აღმაშენებელსა და მოგწონს ეს აღმაშენებელი. იმიტომ რატო დავარქვით ქართველმა დავარქვით აღმაშენებელი, იმიტომ. მრავალ ნაციონალური ქვეყანა ქონდა, ქართველთა სამეფო. სერიოზული იმპერია ვიყავით. რითი ვიყავით? როგორ გგონიათ თქვენ აღმაშენებელი ვინმეს იმიტომ ჩააბარებდა სახელმწიფოს კეთილდღეობის საქმეს, მან და მაინც თხემით ტერფად ქართველი რო იყო? თქვენ გონიათ რომ ასე გააკეთებდა? არა. სახელმწიფოში ეძებდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც მარგი იქნებოდა ამ საზოგადოების გაძლიერებისთვის. და სასურველი იქნებოდა მერე ვინმეს ის სახელმწიფოებრივი საქმე ქართულ საერთვისებია და ეკეთებია ქართული საქმე. სახელმწიფოებრივი იდეოლოგიით სწორად. და არა ისე დღეს როგორც ხდება. ბიძინას უღალატეს. ბიძინას უღალატეს. რამდენადაც აკეთებს ჩვენთვის, მაგრამ ბიძინას უღალატეს. და ის რომ ბიძინამ შეიძლება უღალატოს ქართველებს, არა, ასეთი რაღაცის დაშვება თავში არ ხდება. ტიტოია სამხარაძე, ის რა ქვია. საღორიის ტყეში რკოზე გასუქებული ღორი როა რა. მეო ტიტოია სამხარაძე ამბობს. მე არც ლილუაშვილისთვის არ მოვცდულ ვარო. ქართულ ოცნებაშიო და მე ხელისუფლებაში და არცო ხარიბაშვილის მეო ბიძინა ივანიშვილის გულიზა მევედიო აქანაო რა. ბიძინა ივანიშვილის გულიზა მევედი აქანაო მეო. ყველა დუმს იქ დინო ჭღარკავები და ეგენ ტრაქში რო უძრებოდნენ ამ ირაკლი ხარიბაშვილს, ახლა დღეს უკვე ირაკლი ცვეთში აღარ არის. პოლიტიკური მეგობრობა როგორ არის? როგორ ხდება? ძალაუფლების მპყრობელმან მოყუჭა ესე მოყუჭა. ასეა. გულახდილად გეტყვით, ოღონ აქ არაფერი არ მოხდება, ნამდვილად ისეთი რაც აქამდე არ მომხდარა. ბრუტუსის მახვილი ყველას მიუწევს ბოლოს მაინც, ასე მოხდა, ამაზე ძლიერი, ამაზე ვაშკაცი, ამაზე ღირსეული, ამაზე დიდი მამულიშვილი იყო რომში იულიუს კეისარი და ისიც მოიშორეს და სხვისით არა საკუთარ მანათესავმა ბრუტუსმა დაარტყა პირველი ზურგში და იქ მერე სხვებმაც დაარტყეს, მაგრამ პირველიდანა მაგან დაარტყა. ხო და ვიღაცა ესეთი რა, ბიძინა ივანიშვილის გამოზდილი ბერასთან ჩაყუტებული პროჭი გამოვა და თხრის პირველი პოლიტიკურ დანას ბიძინეის ზურგში და აუცილებლად დაეცემა ის ტიტოგიანი. მოვა მაგდრო, მოსულია მაგდრო. მაგრამ ვინ იქნება ეს? ამას აჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ დრო, რომელიც რასი ამბობენ დედამიწაზე ყველას ერევა თვით მოერია დრო. ეგვიპტის ფარაონებს, მაგრამ ნათქვამია ესეთი დროს ეშინია ყველას, მაგრამ დროს ეშინია ყველას, მაგრამ დროს ეშინია პირამიდების. ხო და რა ვიცი ახლა მეცენატი კი ამარ ჯეჯერობით პირამიდები საქართველოში არ აუშენებია დროს და საუკუნეებს რო გაუძლოს და რა იქნება ერთი მაგის მერე მაგასაც ვნახავთ რა. და გეუბნებით მე ისეთი რაღაცა იქნება მაგის მერე მაგის ნაკეთებს ხალხი მოთხრის და იქ გაუშვებს სადაც თვითონ წავა. სააკაშვილი მიმიქარავს ისეთ დღეში ჩავარდება. მაგრამ აგერ საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზი გაასამართლეს და გამოუყვეს აგერ ციხეში თავისი სამარტო საკანი და იქ ოჯახის წევრებმა უნდა მიაკითხონ და უნდა მოაკითხონ და აი ესეთ მდგომარეობაში 5 ჯერ ექნება თუ 4 ჯერ კვირაში გასეირნების უფლება არ მინახავთ შეცდეთ ზუსტად რეგლამენტაციაში, მაგრამ ესე ხდება ევროპულ ქვეყნებში და ნორმალურია. ახლა ბიძინა ივანიშვილიც უნდა ემზადოს იმისთვის, რომ თუ ოდესმე გვექნება წესიერი სახელმწიფო, თუ მისი ფულების წყალობით და გავლენების წყალობით რომელიმე ისეთ ქვეყანაში თუ არ გაძურება, ის იქაც იცვლება, ყველგან იცვლება დედამიწაზე პროცესები, ადამიანის სიცოცხლე ესეთია რა, მენტალური მოქმედებს. მოდის მოძრავია თუ მე არ გადმოგცემს ბიძინას, მოუწევს ალბათ წესიერ ქვეყანაში რომელიმე სამარტო საკანში ყოფნა და გაგრძელება თავისი ცხოვრების და იქ მოაკითხონ ადამიანებმა ამ თამაშებისთვის და მე მგონია იმდენი წელი დარჩენილი არ ექნება დედამიწაზე, რამდენი წლის
მსჯავრიც ექნება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. და მაგ ბრალი უპირველეს ყოვლისა ფულში კი არ განისაზღვრება. არამედ შეხედეთ დემოგრაფიას, ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიას, როგორ გავცალმტვერდით, როგორ გავნადგურდით და როგორ მოგვაფურთხეს 2,800,000 კაცი გაყრილია ქვეყნიდან. ზოგი ეკონომიკური, ზოგი პოლიტიკური მოტივებით და ვის ხელშია საქართველო? აი ამათ ხელში არის საქართველო. ბიზინა ივანიშვილია ქართველი, შაიშმელაშვილია ქართველი, სესიაშვილია ქართველი, შატლახაშვილები ესენი? ან ისაკიდან ხუხაშვილია ქართველი? სად მოიყარეს თავი ამ დედამოტყულებმა, ყველა არა ქართველმა, ქართული ერის და ქართული ხალხის წინააღმდეგ. ერთს ვერ გახედავ, აი შენ ადგილს ვერ ნახავ, ბიჭო, იქეთ წახვალ ოპოზიცია შატლახაშვილი, აქეთ წამოხვალ პოზიცია ხელისუფლება შატლახაშვილი, ყველგან შატლახაშვილები არიან. ქართველი კაცის ადგილი არსად არ არის. ესაა მძიმე სათქმელი და რეალობა, რა ვიცი, ხა მე მქონდა ამასთან შეტაკებები, როდესაც ვიყავი ჯარისკაცი და მაგრად მიჭირდა რა, ამ ყველაფრის საკუთარ თავში ატანა და გადახარშვა, იმიტომ რომ არმიის ცხოვრება საერთოდ დახურულ სახელმწიფო სამსახურში ყოფნა ისეთ მძიმე ფორმაში, როგორც არმია მოითხოვს რა გარკვეულ ასკეტიზმს და შენ საზოგადოებრივად ყველაფერს ვერ გააზიარებ და ამის გადატანა მიწერდა, ძალიან მიჭირდა. პიროვნულად ძალიან მიჭირდა. და ბრძოლა ამათთან ბრძოლა მე გეტყვით, რომ გარკვეული შვება მომცა რა. იმიტომ რომ რეალური ომი ჩემი გამოწვევების თურმე არ იყო რა, ეს არა ქვია. მდგარი ყოფნა და ყურება ბოროტების, რასაც ესენი ქართული ჯარის და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ აკეთებდნენ. რეალური ბრძოლა ამათთან როცა დავიწყე, ეს იყო საჭირო, ეს იყო გასაკეთებელი. ამისთვის ვჭირდებოდა გამოცდილება, ამისთვის ვჭირდებოდა ის ისტორია, რომელიც მე ამათთან შემხვდა ჩემი დევნის, ჩემი პოლიტიკური დევნის და ჩემი ზეწოლის და განადგურების და ჩემი, რა ვიცი, ალბათ ის ტყავი უნდა ჩაიცვას ვიღაცამ, ვინც გამაკრიტიკებს, რაც მე გავიარე და ის მათრახები, რომელიც ჩემ ზურგზე იყო და იყო კი, ნამდვილად ჩემ ზურგზე ეს მათრახები. ძალიან მძიმე მათრახები იყო და იმას მე ვერ აღგიწერთ რა. ადამიანები ცდილობდნენ რომ გავენადგურები ყველანაირი ფორმით. ეს მარტივი გადმოსაცემია სიტყვით, მაგრამ საქმით, შენი ოჯახის წინააღმდეგ გაკეთებული დანაშაულით, შენი თვალთვალით, უშიშროების გამუდმებული წნეხით, ესე მარტივი არ არის. ესე მარტივად არ ითქმის რა. მე ყოველთვის მქონდა შეგრძნება იმისა, რომ ჩემ სიმართლესთან ერთად იბრძოდა რაღაცა მართებული ძალა. თუ არა, დღეს მე პირადად არავინ არ ვიყავი, წამაქცევდნენ, გადამთელავდნენ, მაგრამ სიმართლეს ხო ვერ მოერივნენ. ამიტომ აქ სიტყვას დიდი ძალა, არასოდეს არ დამავიწყდება რა, ამათგან გაუბედურებული, არა ამათგან წიღლდაჭერილი და რავი. ბევრი პირადი ისტორია მაქვს, ისეთი ალბათ, რომელსაც მე მოყვები, რომელსაც არ მოყვები, რომელიც მithქვია და არ მithქვია, მაგრამ ერთი მქონდა რა საუბარი, ძალიან ბევრი საკრალური ამბის შემდეგ, რაც გადამხვდა ეხლა. ფაქტია, რომ გადამხვდა თავზე ისეთი რაღაცები მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ჩემ თავზე, ამის შესახებ მე ვილაპარაკე და კიდევაც ვილაპარაკე. ახლა აი ამ რო გამომიშვა მარტო თავდაცვის სამინისტრო, მადლობა რომ იმ დღეს არ მომკლეს იქ რა. დღეს რო ახლა გამოდის და ათეთრებენ ახლა ეს და კაი ბიჭად მოაქცეს ნაბიჭვარი რა. სამა ადამიანმა სანამსახლამდე მივიდოდი, სამა უცნობ ადამიანმა ღვთისმშობლის ხატი მაჩუქა სანამსახლში მივიდოდი რა. მქონდა ისეთი შემთხვევა მესამე კაცმა რომ მაჩუქა ღვთისმშობლის ხატი გამაჩერა, გამანებე მეთქი თავი რა გინდა. ფულს ხო არ ვითხოვ გჩუქნიო კაცო, დედა ღვთის ხატს გჩუქნიო. წადი შვილო მამა ვიტალის საფლავზე ილოცეო და არც ვიცოდი ვინ იყო, არც ის მამა ვიტალი არ ვიცოდი ვინ იყო, არც წარმოდგენა საერთოდ არ მქონდა რა. მე ვიფიქრე რომ ასეთი რაღაცები ასე არ ხდება რა. სამ ადამიანმა გაგაჩეროს ხატი მოგცენ ღვთისმშობლის. კი ვარ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ჯავდეგი წავედი რა. მამა ვიტალის საფლავზე არ დამავიწყდება არასდროს. შევედი იქ ეკლესიაში არავინ არ იყო. სამოსპირი იყო უკვე. ხო და მარიამობა დღე იყო რა.
თენდებოდა, არა, უბრალოდ გვიანი იყო, თუნდა მოსული იყო, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ეს მახსოვს, რომ საღამო იყო, საღამო პერიოდი იყო რა. და მახსოვს ვკითხულობდი, ვინა ეს მამა ვიტალი სად არის რა არის. უკრაინელი ბერი იყო, ახლაც მახსოვს, გულში ვიჯო ეკლესიაში ვეუბნებოდი, რომ რა გინდოდა ჩემგან, რა გინდოდა რა დავაშავდე ისეთი, რომ აი ესეთი ნაბიჯვრები დამხვდნენ, მანადგურებენ ჩემი ქვეყნის სიყვარულის გულისთვის და რო გამოვდიოდი, ესე იგი ახლაც მახსოვს რა, გამომყვა ეს უკრაინელი ბერი და ესა მომცა ხელში შეფუთული ისა რა ქვია, ტრაქისა ესო შენი შვილისთვის მინდაო რომ მოგცეო მეუბნება რა, იმიტომ რომ ღვთისმშობელიო ყველას გულებს უყურებსო და აუცილებლად წადიო ლურჯ მონასტერში და მამა ფილარეტი ნახეო შენ წადიო. შენ რა ქვია მეუთხარი შენ ამ შნობაში შენ ჩემს სახელს ვერ დაიმახსოვრებო მეუბნება რა. ხო და მითხრა იმ კაცმა თავის სახელი მე აღაპიტი ერქვა ესეთი სახელად რა. ლამაზი რო შეხედავდი ქრისტეს ფორმის უკრაინული სლავური წარმოშობის სახე იყო რა, მაღალი სუსტი. არც დამიხედია მე სახში რომ მოვედი, მე გავხსენი ის ქისა რაც მომცა და სავსე იყო ხურდებით 50 ლარი იყო შიგნით. მე მიუბრუნდი იმფულის დასაბრუნებლად და ესეთიო ჩვენთანო ბერი არავინ არ არისო, ასე მითხრეს. მე იმასაც ვფიქრობდი, რაც საიდანი გაიგო იმან, მე შვილი მყავდა, არ მყავდა და ერთადერთი რაც მინდოდა წავსულიყავი, მე მენახა ის ლურჯ მონასტერში ის ბერი. წავედი იმ ლურჯ მონასტერში მე. სავსე იყო ხალხით. მამა ფილარეტიც მე როგორც მითხრეს მე ის ძველი თაობის უკრაინიდან ჩამოსული გლინის უდაბნოდან ბერები, ბერთა ჯგუფი რა. ძალიან მოხუცი, აი მოიყვანეს და დასვეს ასე საკურთხევლის გვერდზე აღსარებებს იბარებდა და ისე იყო გაჭედილი იქაურობა, მინდოდა რომ წამოსულიყავი. გულახდილად გეუბნებით, იმიტომ რომ მე მეთქი ამ კაცს ახლა სად მივიდე, სად ნახო, სად დანახვაც კი რთული იყო შორი და მახსოვს ერთი რაღაცა რომ დავაპირე წამოსვლა, გულახდილად გეტყვით რომ ის წარმოუდგენელი იყო იმ კაცს მე დავენახე. აი ესე გამოიწია ხელი და რუსულად მეტყვილებდა გამოუშვითო, აი ის გამოუშვითო რა ის ადამიანიო ჩემამდეო და გაიწია ასე გამოიწია ეს მასა და აი მიყურებს და პრაპუსტით tot samo აი. მივედი გაოცებული აი გულახდილად გეუბნები და ესეთი რაღაც ალბათ უნდა დაგემართოს რა. ჩვენო სალაპარაკო გვაქვს მეუბნება. მოხუცი კაცი ეს. გამიყვანა, მოკიდეს ხელი, გაიყვანეს უკან შემიყვანა და როგორ შეიძლება კაცო გულზეო ჯვარი გაქო და ეს ჯვარიო შენი ნაკურთხი არ არისო მე მეუბნება და მახსოვს ვერცხლის ჯვარი მქონდა ეს წინა დღეს გავყიდე იმიტომ რომ ფული არ მქონდა ეს მახსოვს და ხის 2 ლარიანი ჯვარი ვიყიდე და ნაკურთხი მართლა არ მქონდა და მოდიო ვაკურთხოთო შენი ჯვარიო და დალოცვილი იყოსო შენი ჯვარიო მე მითხრა. ბევრი ვილაპარაკეთ მე და ამ ადამიანმა და ერთი რაღაცა მითხრა რომ ისო მიყვებოდა ძალიან პირად ამბებს მისი ჯარში როგორ იყო, როგორ დაამცირეს, როგორ ცემეს იმისთვის რომ წერილი მოსწერეს აღდგომადღვის მოლოციისთვის მეყვებოდა მამა ვიტალის შესახებ და მე უცებ ჩერდებოდა და მელაპარაკებოდა ისეთ პოლიტიკურ მოვლენებზე, რომელიც წესი ჩემთან არ უნდა ელაპარაკა. და არც ჩემი ხედვით არ შეიძლებოდა მას არ ვიცი და მე როგორც ამბობენ ესეთი განცდა მქონდა რომ მოხუცი ადამიანი იყო, ნერწყვიც კი მოდიოდა პირიდან ბოდიში შეიძლება ხარ ასე მაგრამ ეს იცივე შეიცვალა საოცარი სურნელოვანი სუნით მათთან ლაპარაკის საკმევლის საოცარი სუნით. და აი ყურებიდან გავთვი საერთოდ რა ადამიანი. და მეუბნება რას იცი, შვილო, რაც შენ გაგიკეთესო ესო დიდი ბოროტება არისო. რაც შენ გაგიკეთესო დიდი ბოროტება არისო, მაგრამ შეცადეო შენ შეცადეო, რომ შენო იქნებ პატიება შეძლო.
იქნებ პატიება შეძლო მე მითხრა. და ყოველთვის ილოცეო ისო რომ როგორ მითხრა იცი ხარ უსულად როგორ გადმოვთარგმნო ეს როგორც შეძლებ როგორც შენ შეგიძლია როგორც შენ იცი ისე მე შემიწყალე და მომიტევო და მე მიჩვენებს ასე ხელს გადმომიბრუნა და გაშალა და ასე მეუბნება პატომ ნაგრაბ და ბუდეთ შედრი და რა თქმა უნდა ეს უფლის მადლზე ლაპარაკობდა ამ ყველაფერზე და რომ მოვდიოდი ძალიან ბევრი ადამიანები უკმაყოფილები ეთყობა რომ ვიღაცა მოვიდა ამდენი ხანი დაიკავა მათი სულიერი მოძღვარი რომელთანაც აღსარებას აბარებდა არ ვიცი ვერ გეტყვით რა ეს იყო ჩემ ცხოვრებაში მოვლენა და მითხრა რომ ესეთი რაღაცა მითხრა რომ როგორც შენ მოგექცნენო აი ესე მოვლიანო შენთან და მოგიყვებიან შენ მაგ ისტორიასო როგორ დამართესო თვითონო ეს ყველაფერი იქნებ შენ პატიება შეძლო ბოლოს ეს მითხრა დავშორდით ნამდვილი გითხრათ ხო ამ ყველაფრის მერე გაიარა 3 წელმა და ეხაც მახსოვს ის რუსთაველზე მოვდიოდით წერტლის მეტროსთან მარტო არ ვიყავი მეუღლესთან ერთად არა წერტლის მეტროდან ამოვედით ფეხით ზევით რუსთაველის მეტრომდე ასე ამოვიარეთ აღმართი გამოვიარეთ ის ხიდი და შემხვდა თვითონ ოპერატიულ დანაყოფში ერთ-ერთი ნაძირალა რომელმაც მართლა ისე მომიყვა როგორ მოექცნენ რანაირად მოექცნენ და პატიება მთხოვა ახლა გულახდილად გეტყვით რა მე იმისთვის პატიების მიცემა არ მინდოდა მაგრამ აი ეს ყველაფერი თვალწინ დამიდგა როგორ იყო რანაირადაც ცემლები ლამის წამომივიდა თვალებიდან რო გამახსენდა აი რა და როგორ მელაპარაკა იმან და როგორ ახდა ეს ყველაფერი მისი ნათქვამი და გადავეხვიე გადავკოცნე და ალბათ ჩემი მხრიდან ეს იყო პატიება რომ იმას ის არ დაუბრუნე თორემ პატიებელი კაცი აი ამ ბოროტების მიმართ ხო აი ამ საზიზღრობის მე არა ვარ მე არ შემიძლია მე არა ვარ ის კატეგორია რომელიც პატიებს მე ვარ კატეგორია რომელიც ითხოვს შურისმაძიებელი კატეგორია ვარ ამას არ უმალავ და ეს შეიძლება სერიოზული მინუსიც არის მაგრამ სახელმწიფოს ჭირდება პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებიც და პასუხის მომთხოვნის შესაძლებლობის მქონე ადამიანები თუ ეს უნარი არა გაქვს მარტო ღმერთი გადაგვარჩენს ეს ასე არ ხდება მაგრამ არსებობს რაღაცა ძალა რომელთაც ყველა იმართება და რომელიც ყველაფერს განაგებს და მე უბრალოდ მე ვფიქრობ რომ რაღაცა დონეზე ეს ძალა ჩემ სამართალ შეეხო და ჩემ წრებთან მიმართებაში ის იქნება ფატალურად იმიტომ რომ ახლაც მახსოვს რა ადამიანი რომელიც იბრძვის სიტყვით აი ესე მითხრა მამაფილარეთმა ის იბრძვის მთავარანგელოზის ხმლით მე არ მინდა არ მჭირდება ამაზე დიდი იარაღი არა მაქვს იმის ამბიცია რჩეული ვარ ჩემი სიტყვით თავარანგელოზი იბრძვის არა ესეთი სირული იდეები თავში არ მომდის მაგრამ დაახლოებით მე ვიგრძენი ეს ძალა რა იყო და მადლობა ღმერთს რომ წარმოდგენა მაქვს რას ნიშნავს ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა აი უყურებ დღეს ამ ადამიანებს როგორ ნადგურდებიან შაიშმელაშვილები ესენი ისინი და ეს არ არის დავით ნემსაძის სიტყვით განადგურებული ტიპები სიმართლით რომელიც ემსახურება ღმერთს და მთავარანგელოზის ხმლით განგმირული ბოროტებაა ეს მეტი არაფერი არა მე ამას მივცემ ამ იდეოლოგიურ შეფასებას და მეც ამ ყველაფერზე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი გმადლობთ თქვენ ყურადღებისთვის და გისურვებთ ყველას მშვიდობას შაბათ საღამოს გისურვებთ და წარმატებები გქონოდეთ ყველას